ელექტრონულ ჟურნალში და შეაძლებლობა ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი და იმედია მომავალში მე ჩავაბარებ აქ და ვიქნები ამ სკოლის მოსწავლე. ძალიან მინდა. ორჯერ ნამყოფი რობოტიკის განხრით ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ბედნიერი ვარ რომ კადეტთა ლიცეუმში აღმოჩნდა და არის რობოტიკის განხრით სასწავლო დრო გამოყოფილი და ძალიან კარგია რომ ეს აღმოაჩინე. მიხარია რომ ის სფერო რაშიც მე ბედნიერი ვიყავი და დიდ წარმატებას მივაღწიე, აქაც არის და აქაც შემეძლება ამ კურსების გავლა. დღეს ჩვენ გქონდა ღია კარის დღე, პრეზენტაცია წარუდგენთ მშობლებს და მოსწავლეებს, რომლებიც იყვნენ მოწვეული ჩვენთან ლიცეუმში. ყველანაირად ვეცადეთ რომ ამომწროვად გაგვეცნო ლიცეუმის ყოველდღიური ცხოვრება, ინფრასტრუქტურა და ის ყოველდღიურობა, რასაც ჩვენ კადეტები გავდივართ. იმედი მაქვს რომ დაინტერესდებათ და ვიხილავთ მათ მომავალში კადეტთა რიგებში. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა რომ მოსწავლეებისთვის გაგვეცნო უშუალოდ ლიცეუმში არსებული ინფრასტრუქტურა, როგორ ცხოვრობთ კადეტები და როგორ სწავლობთ. ასევე შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენც და ასევე ხალხს რომ ენახათ საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტები, რამაც ხალხში დადებითი ემოცია გამოიწვია და იმედია ეს დღე მათ დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. მსურველების ინფორმირების მიზნით მთელი 3 თვის განმავლობაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით და ეს ყველაფერი უკვე დაგვირგვინდა დღევანდელი დღით.